შორის კობახიძემ ბოდიში რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებსო ჩვენო დამაჯერებლად მოვიგებთ. ქართულ ოცნებაში არის ეს განცდა და როგორი ჩანს ამ სისტემის პერსპექტივა თქვენი აზრით. და ზოგადად ყველა თანხმდება ამ ქვეყანაში, ყველა თანხმდებით, რომ არსებული რეალობა არის ძირეულად შესაძლებელი. თუმცა როგორ უნდა მოხდეს ეს კონკრეტულად საზოგადოების დიდ ნაწილს კონკრეტული წარმოდგენა არ აქვს. ფაქტია, არის ნიჰილიზმი ქვეყანაში, არის შიშიც, მე მაგალითად მაგ შეხება ადამიანებთან ბევრი აქ ვერ მოვიდა იმის გამო, რომ პირდაპირ მითხრა, რაღაც ერთმა მითხრა ჩემი მეუღლის სამსახურში შეექმნება პრობლემა, მეორე პირდაპირ ისე არ თქვა, მაგრამ გასაგებია რაღაც შეშინია. არის ეს მომენტიც. აი ეს როგორ უნდა დაიძლიოს ესეთი რაღაცეები და რეალური პოლიტიკური ცვლილება ქვეყანაში როგორ წარმოგიდგენიათ და ამ მოცემულობით როგორია ქართული ოცნების პოლიტიკური მომავალი. ბატონო, ნახეთ როგორი სიტუაცია არის. ეს შიში არის იმ სისტემის გამეორება და ახალი სისტემის შექმნა, რაც იყო მიშას დროს. ანუ ივანიშვილმა კარგად იცის სისტემა როგორ უნდა შექმნას. ანუ გაახლებული ვარიანტით, რომ თქვათ მიშა რომ რაღაც სისტემის გარკვეული ნაწილი დებძოდა ხალხს, ის სისტემა ამათან ვერ გამოვა. ანუ ყველანაირ სხვანაირი სისტემა შემოატრიალეს და იცას უნდა ებრძოლონ ეს. თან ისეთი ხისტი არ არის, ანუ რაღაცა ციხეში არ აწამებენ და არ კლავენ, რატო? იმიტომ რომ წინამორბედის გამოცდილება მან გაითო არის წინა. ზუსტად მაგ ფორმით მოქმედებამ დაუმოკლა ძალაუფლების სათავეში ყოფნის დრო ნაც რეჟიმს. ამიტომ პირდაპირ ესე არ აკეთებენ. არის ბევრად უფრო სხვანაირად, რბილად, სხვა გზებით და ამიტომ არის რომ საკმაოდ დიდხანს ნახეთ როგორ არის ბატონო ჯაბა ჩვენ 2012 წელს ქართულ ოცნებას იმიტომ არ მივეცით ხმა რომ მარტო არ ყოფილიყო გაუპატიურებები, არ ყოფილიყო მკვლელობები და არ ყოფილიყო ტერორი და ციხეებში ყლაწამება. ჩვენ მაგიტომ არ მიგვიცია მარტო მაგის ხმა. იქ იყო კომპლექსურად ყველაფერზე მიცემა ხმის რაც ნორმალური კეთილდღეობის ცხოვრებისთვის მართალი ერისთვის სადაც ქვეყნის განვითარებაზე მიდიოდა ლაპარაკი და ყველაფერზე იქნებოდა საუბარი და პირველ რიგში კოჰაბიტაცია სიტყვა ჩვენ არ ვიცით რა იყო რომელიც ერთ კვირაში გამოვლინდა წეღან თქვი კიდეს და სადაც იქნებოდა საუბარი იმ დაჟჯაზე მაგრამ ჯერ იმას მინდა დაუბრუნდე რომ ზუსტად კოჰაბიტაციის დამთავრება მაგათ დაიწყეს ბოლოს 2019 წელს ლაპარაკი განსაკუთრებული ლაპარაკი სადაც გავრილობის ღამის მერე და 2020-ში შექმნეს საპარლამენტო წინასაარჩევნოდ თემა სპეციალურად ვითომ დაიწყებდნენ რეგისტრაციას რეესტრში აგენტურული ქსელის. კანონი სამი მოსმენით მიიღეს. ხო გახსოვთ? რომელიც დამტკიცებული იყო რეგისტრაციაში, რეესტრის რეგისტრაციაში. რომ სადაც რეესტრში იქნებოდნენ აგენტურული ქსელის ცნობილი. ხო არ გამოგაკეთე ეს ამბავი. აი ერთ-ერთი ფორმა იყო ესა, რომ სადაც გადაგვაგდეს ქართველი ერი. მაგრამ ეხლა მოდით ცოტა ეხლა წინა ამბავს დავუბრუნდეთ, თორსა მოდიოდნენ ესენი, ჩვენ კარგად გვახსოვს, იყო სოფლის მეურნეობაზე განვითარებული ლაპარაკი, იყო დაბალ პროცენტიან უპროცენტო ფულზე ლაპარაკი, სადაც სოფლები განვითარდებოდა, იყო ჯანდაცვაზე ლაპარაკი და იყო მთელი რიგი საკითხებზე ლაპარაკი. აი ამათ სად გაიგეთ თქვენ ვინმე 14 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ამათო დაიწყეს ლაპარაკი. ვინმე სად გაიგეთ რომ ამათ ქარხნების და ფაბრიკების შენობაზე დაიწყეს ლაპარაკი. ვინმე სად გაიგეთ რომ ჯანდაცვის სისტემის გამოსწორებაზე დაიწყეს ამათ ლაპარაკი. ამათ ჯანდაცვის სისტემის გამოსწორება იცი რა არის? ამათი ხალხის დამონება, ანუ უпростоრად დამონება იმ საკითხში, რომ გააკეთეს ნარკოტიკული პროგრამა და შექმნეს რიგები, შექმნეს მოსახლეობის ბაზა, გამიგეთ, ნარკოდამოკიდებული გახადეს მოსახლეობა და იმ ნარკოდამოკიდებულების ქვეშ აშინებენ პირდაპირ რომ თქვენ თუ აი ჩვენ ხმას არ მოგცემთ, ესე გიზავთ, ისე გიზავთ და ამ შეგიწყვეტავთ. ნარკოდამოკიდებულ ადამიანს ნარკოტიკს შეუწყვიტავ. ეს უკვე ძალიან მიცვი ძალიან დიდი ფსიქოლოგიური და ისეთი სტრესია რა, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია ეს თავისთავად ცხადი, ანუ 10-დან 9 კაცს და 100-დან 99 კაცს ეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე დამონებული ყავთ ხალხი, ესე კაი გაგებით ვიზახი, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ზოგადად თემა ესეთი არის. ვისაც შეუძლია ნარკოტიკს ანებებს თავს და არ ემორჩილება ამას, მაგრამ ეს არის ძალიან პატარა პროცენტი. ნებისმიერ დროს შეუძლია ბევრს გამოვიდეს ნარკოტიკული პროგრამიდან. მაგრამ ეს არის ძალიან დაბალი პროცენტი და დიდი პროცენტი, ანუ 90-95% ამათ ყავთ, ესე ვთქვათ, დამონებული, რომ როდესაც უნდა იმას შეუსრულებენ. სამწუხაროდ. და წეღა რა თქვით რომ ბევრ სამსახურებში და ბევრ იმათში, ეგ ჩვეულებრივი ამბავი არის, ეგ პრობლემა არ აქვს. აი და რასაც ქვია, ის ხალხი, ვინც ამათთან ვერ ძოვს, აი ჩვენარი ხალხი პირობითად
და კონცების და ნაცების ეს მოძრაობა ერთობლივი ეს კონგლომერატი და ეს ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაცია ეზიზღება და ვერ ეგუება ამ 14 წლის ამ მაიმუნობას და იმათი წინა 9 წლის და მთლიანობაში 23 წლის მაიმუნობას ვერ ეგუება ჩვენი თამადობით. აი მაგალითად ესეთი ხალხი ვარ დაჩაგულები და ზოგადად კი იცით როგორც იმაშებიან რა სისტემურად როგორც გვავიწროებენ იქ ტელევიზიის კუთხიდან, პარტიული კუთხიდან თუ ისე კუთხიდან პარტიის გაუქმებაც. კი ბატონო, ორჯერ გააუქმეს და ტელევიზიას რო დააჯარიმეს ეს ყველაფერი. აი მაგალითს გეტყვით, მეტი მაგალითი როგორ მოგიყვანო. ჩემი ქალიშვილი არის კლინიკური ფსიქოლოგი. მაგისტრატურას ამთავრებს გაისად და მაგისტრი არის ხდება გაისად და ესე იგი პირდაპირ გეუბნებით რა. ეხლა არ ძალია ფიზიკურად, მაგრამ მაინც სივები ეგრეთ წოდებული შეაგდო ყველგა კერძო თუ სახელმწიფო იმაში, რომ კლინიკური ფსიქოლოგი მე მგონი საჭირო არის საკმაოდ სერიოზული პროფესია და საკმაოდ წარმატებული ადამიანია ჩემი ქალიშვილი და ნუ საკმაოდ თავის სფეროში საკმაოდ ძლიერია მაგ საკითხში. და მაქსიმალურად აკეთებს იმას, რომ ადამიანის ჯანმრთელობას მოიმსახუროს. ბევრგან აქვს სიები შეგდებული და ბევრგან სამსახური რომ ვთქვათ ნორმალური სამსახური დაიწყოს. მაგრამ საქმე რაშია, იცით? ინფორმაცია იმაქვს რა. სადაც კი გაიგეს რომ რამაზ გაგიძის ქალიშვილია, ანუ ყველგან მიდის გადამოწმება ყველა სფეროში, ყველგან უარსებუნებია. აი ეს სისტემა გააკეთა სააკაშვილმა, აგზელებს ივანიშვილი. გამიგეთ და ეს არის საშინელება. ეს ჩემ თავზე კი არ ვიძახი მარტო. ესე არის ყველა წეღარაც თქვი, ყველა კონსერვატული ჩვენერად მოაზროვნე ხალხი დაჩაგული, რომელიც მოსახლეობის 50%-ია მინიმუმ. 40-50%. და რომელსაც ეშინია და ვერავლენენ თავის აზრს, ვერ მოდიან, მაგას ვიძახი ტელევიზიაში, ვერ მოდიან მიტინგებზე, ვერ მოდიან ამას წინააღმდეგ. და მინიმუმ ვინც მოდის, ეს არის 20%, 25% მოსახლეობის. აი რასაც სრულწლოვანი მოსახლეობის. მაგრამ ეს ხალხიც ყველა დაჩაგრული არის, ყველანაირად და არიან ამ გაწყვეტილება. არავით არის სამსახურები, არავით არის მათ შვილებს სამსახურები. რო ეძახიან სამსახურებიო და საშუალო ხელფასიო ის არისო 2000 ლარიო. ეს საინტერესოა საშუალო ხელფასი ვინმე მანახო სად არის და თუ ყველაზე დაბალი ხელფასი საინტერესოა სად არის ეგეთი ხელფასი უпростоრად ვისთვის არის და ვისთვის არ არის მოდი ესე ვთქვათ რა ჩვენთვის არ არის ეგეთი ხელფასი და მეთვის ყველაფერი არის და იმის გარდა რომ კიდევ ეს სისტემა ხო და წერან ჩამონათვალში ვიძახი სოფლის მეურნეობაზე მაგათ ყურადღება არ მიუქცევიათ კარგად ვიცით შემოდის ყველაფერი და იმიტომ არის სიძვირე და საშინელება და ბიზნესი აწარმოებს ამ თემას და ბიზნესის 80% არეგულირებს ფასებს და არა ეს სახელმწიფო მიუხედავად რეგულირების კომისიისა ზღაპარია ამაზე ლაპარაკი რა ფასების რეგულირების კომისიას. ვინმეს გაუგია რომ 14 წლის განმავლობაში რომელიმე თუ კერძო პირმა არ გააკეთა რაღაცა სახელმწიფოს დახმარებით ფაბრიკა ქარხანა აშენა ვიღაცა მე არ გამიგია ეგეთი რამე. ფაბრიკა ქარხანა ინვესტიციები ვინმეს გაუგია არ გამიგია მე მაგათად. იმის გარდა სისტემა როგორ აქვს შექმნილი შეხედეთ საწვავი შემომტანები და ავტოგასამართი სადგურები თავის გაზებით იქნება თუ საწვავი დიზელი თუ ბენზინი სუამათი არის. ერთობლივია. ან საცსაკი არის, ან ერთობლივ თემას არ გაგვიგებ. სუპერმარკეტების ქსელები რაც არის, ან საცსაკი აქვს, ან ერთობლივად აქვს, ერთად აკონტროლებენ. საავადმყოფოების კლინიკების ქსელები რაც არის, კაპიტალური მთელ საქართველოს მასშტაბით სუამათი თემა არის. მშენებლობის თემები რაც არის, ამათი თემა, აი მაღალსართულიანი კორპუსები და სუამათი ესენი. ანუ ნაცი ხარ, ქოცი ხარ, კარგად ხარ. არ არსებობს რიგითმა ადამიანს გაიხაროს. აი სამშენებლო სტრუქტურაში ვარ მე, სამშენებლო თემაში ვარ და ფიზიკურად როგორც უგულავა მიშლდა მაშინ მაღალსართულიანი ჩვეულებრივ კორპუსის აშენებას და კარგად იციან ძამებმა ჩემი და უგულავას თემა როგორც ხდებოდა და კორპუსის აშენების მე რა დამართეს, იგივეს მიკეთებს კალაძეც. იგივეს მიკეთებს ბათუმის მერის. საშუალო ბიზნესი არის ძალიან. იგივეს მიკეთებს მაგათაც, აი ჩემნაირ ხალხს იგივეს უკეთებს მაგათაც ბათუმის ყოფილი მერი, ახალი მერი ჯერ არ ვიცი ვინ არის, ყოფილი მერი არჩილ ჩიქოვანი, მაგალითისთვის რო იცოდეთ, იყო ახალაიას და პირდაპირ შნირი, მეგის ქარდავასი და იყო ეს 2010-2012 წლებში იყო აჭარის სამხედრო პოლიციის უფროსი, რომელიც ხალხის განადგურებაში, დარბევაში და ცემატყეპაში და შეიძლება მკვლელობაში მაგაზე ვერ დავდებ თავს, იღებდა მონაწილეობას. და ზუსტად 2021 წელს ადგილობრივ არჩევნებში ბათუმის საკრებულოში საკრებულოს წევრების 80%-ს აარჩევინა თუ 70%-ს რა ქვია თავი ქალაქის მერად ვისაც 2012 წლამდე კლავდა ცემაში. აი ეს იყო არჩილ ჩიქოვანი, რომელიც იყო ბატონი რიჟვაძეს ნათელმირონი და ბატონი რიჟვაძის გუნდის წევრი და რიჟვაძე რო წავიდა, ესაც წავიდა. ნუ გააცილეს ეს სიტყვით. გააცილეს, ხო, კი არ დაიჭირეს, გააცილეს.
რომელსაც აქ პირდაპირ გეუბნებით, ჩემგან აქვს პირადად პროკურატურაში განცხადება შეტანილი თანამდებობრივ გადამეტებაზე. და ძალიან ბევრი რა მძიმე პროცესები აქვს ჩადენილი, მძიმე ქმედებები აქვს ჩადენილი თავისი თანამდებობრივ გადამეტების უფლებასილების საკითხებში. ერთ-ერთი ჩემია და პროკურატურაში ახლა ეს საქმე. მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით არავინ არ გვეხმიანება.